ფერზეც გადაიარა მთელი აფხაზეთის ომმა და უშუალოდ მონაწილეობდა ყველა ბრძოლაში. გისმენთ გიორგი? აი ერთი რაღაცა მაინტერესებს რა. აი დღეს 2 ივლისი არის, ხო? დიახ. ის თავრობა არ აკეთებს არაფერს, ხო გასაგებია რომ არ გააკეთებს, ხო? მაგრამ აი დღეს დედას ვიცით, მეცა მოედანზე ვიყავით. 2 საათი ვიჯექი მანდათ. მარტო ერთი ქალბატონი იყო ისაც შავებში იყო. ყვავილები ამოიტანა, მაგის გარდა არავინ არ მოვიდა, სასწავლო ვიყავით რა ჩვენი ბიჭები. გიორგი, გეთანხმები, სამწუხაროდ ალბათ კობა კობალაძეს ხელი მოაკლდა ამ საქმეს. ყოველთვის კობა იყო ხოლმე აი ამ 2 ივლისის ტამიშის დესანტის ისეთი ნერვებზე ვიყავით დღეს რა. გასაგებია და სწორი ხარ, აუცილებლად უნდა ყოფილიყო ხალხი და უნდა შავნაბადაზეც ტრადიციულად უნდა ასულიყვნენ ეკლესიაში, შავნაბადაზ ეკლესიაზე და იქ უნდა დაენთოთ სამფელი და შემდეგ უნდა მოფერებოდეთ ერთმანეთს რომ ყოველ წელს რო კეთდებოდა ეს და სამწუხაროდ კობა კობალაძე პირველი წელია რომ გამოაგდა და იმედია კობა კობალაძე ისევ მალე შეძლებს აი ამ როლის შესრულებას, ამ ფუნქციის შესრულებას, რომელშიც ყოველთვის თავობდა ხოლმე. თუმცა მე ერთ რაღაცაში არ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ ჩვენ თუ კაპიტალიზმს ვაშენებთ და ახალ სახელმწიფოს ვაშენებთ, საქმეთა კავშირის რაღაც დაშაშია საქმეთა კავშირი. 9 მაისის ეს დღეები არ არის აუცილებელი. ყოველ დღე უნდა შევხვდეთ და ყოველ დღე უნდა გავუზიაროთ. ანუ მე რაზე მაქვს საუბარი? ფორმალიზება ყველაფრის არ შეიძლება და არ არის აუცილებელი ყველაფრის. ესეთი ღონისძიებები როცა ტარდება, ეს შეიძლება იყოს სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული თარიღები ან ერთეულების კერძო ინიციატივები, ხო? ეს ყველაზე ნაკლები პრობლემაა იმ პრობლემების შორის, რომელიც არსებობს და რომელიც ქართულ შეერაგებულ ძალებს აქვს. ანუ მე რაზე მაქვს საუბარი? ჩვენ თუ ვქნით პროფესიულ არმიას უნდა მიუდგეთ იმ მეთოდს, რამდენადაც ცუდი მოსასმენი არ უნდა იყოს, რამდენადაც დაუშვათ შეიძლება არ ჟღერდოს ლამაზად, ძალიან მარტივია. თუ გინდა 21 საუკუნეში შენი ქვეყანას ყავდეს ადეკვატური დამცავი სისტემა, უნდა იყოს მოტივირებული თანხით. ანუ შენ ქირაობ ფულით და შესაბამისად ეს ფული მას საშუალებას აძლევს თავისი პროფესიონალიზმით დათვალოს. რაც შეეხება ეგრეთ წოდებული იდეოლოგია იწყება ოჯახიდან. ანუ ეს არ არის ჯარის კერძო საქმე. ჯარს არ შეიძლება კონდეს ცალკე რაღაც განსხვავებული იდეოლოგია, ანუ რაღაც თქვათ პატრიოტიზმის განსაკუთრებული დონე. რაც აქვს სახელმწიფოში, ოჯახში რაც ჩაიდება, აი ეს მოყვება შემდეგ. სხვა დანარჩენი კიდევ ხო ამბობ, ან კაპიტალიზმს ვაშენებთ და მაშინ ღიად საუბრობთ ამ თემებზე და მოტივაციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ფული, იმიტომ რომ ფული რა მხრივ ამბობ, ადამიანი რომელიც მიდის ჯარში და მსახურობს, მან უნდა იცოდეს, რომ მისი ოჯახი არის უზრუნველყოფილი, ყველანაირად გარანტირებული და თუ ის დაიღუპება, მისის მთავარი ის კი არ უნდა იყოს იქ შეიკრიბება თუ არა ვინმე და სამადლობელ სიტყვას იტყვის, ესეც აუცილებელია, მაგრამ მისთვის თავი უნდა იყოს, მისის თავი გარანტი, უნდა იცოდეს, რომ მისი ოჯახი არის გარანტირებული. რომ თუ ის დაიღუპება, მისი ოჯახი და მისი გვარი არ ჩამორჩება ფერხულს და არ დაიჩაგრება იმის გამო, რომ თვითონ არ არის ფერზე. ეს არის მნიშვნელოვანი. მეტნაკლებად საქართველოს ისტორიაში, რასაც თავს ვაძენებთ, ისტორიულადაც ეგრე იყო, ის რომ ქრივობოლი სამეფოს მხრიდან ყველანაირად იყო გარანტირებული. ეს არის ის, რომელსაც ხელახლა ჩვენ ვსწავლობთ და თუ გვინდა რა თქმა უნდა, კიდევ მე თავში აღვნიშნე, რომ ძალიან ცუდია, რომ რეჟისორი ფილმს არ იღებს, წერალი არ წერს, მაგრამ ეს ყველაფერი არის ზოგადი. კონკრეტული მაინც დავდივართ იქამდე, რომ სახელმწიფომ და საზოგადოებამ უნდა გაიგოს თანხა და უნდა მოახერხოს პროფესიული ჯარის შექმნა. შეიძლება რომ წავა პროფესიული ჯარის დრო, შესაბამისად სახელმწიფომ უნდა აუღოს მხარი და ის ახალი სიო რაც იქნება სამხედრო თეორიაში, ის უნდა დანერგოს. მაგრამ დღეს თანამედროვე ტექნიკა, თანამედროვე საბრძოლო თეორია მოითხოვს ესეთი ჯარის ყოლას. მთელი უბედურება ის არის, რომ ეს ადამიანები როცა იგივე აი დიაფუნთურია, იმიტომ არიან ფსიქოლოგიურად ესე ვთქვათ დაზგუნულები, დაღიზიანებული, იმიტომ რომ სახელმწიფომ არ მისცა მათ არც ფინანსური საშუალება, არც სისტემური საშუალება, რომ ომის მერე მოხდარიყო მათი ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია. რატომ არ მისცა? ხო, ეს უკვე სხვა თემაა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის
დანაშაული მართველი ელიტისაც, მაგრამ საზოგადოებასაც მიუძღვის წილი იმისა, რომ არ დახარჯა ენერგია არ მოусმინა იმ ადამიანებს, ვინც იცის, თუ როგორ უნდა მოეწყოს ის სისტემა, ხო? ჩვენ თვითონ ვერ მივაქციეთ ჯეროვანი ყურადღება, მე ამას ჩემ წილ დანაშაულს ამაში უგრძნობ. ეს ერთი. მეორე, რასაც შენიძახი, რა თქმა უნდა, გეთანხმები ხო, მაგ საკითხში ძნელი არ დაგეთანხმო, რომ პიროვნებებმა არ უნდა ითავონ, არ უნდა პიროვნებების კისერზე არ უნდა გადავიდეს ის, რასაც სახელმწიფო არის ვალდებული ხო. ის რაც ხდებოდა ჩვენ დროს, იყო ეს დაკრძალვა, ეს საფლავის მოწყობა და ასე შემდეგ, რაც იყო ეს ელემენტარული საკითხები, საძმაკაცოების, სამეგობროების, თანამებრძოლების პრობლემა იყო და ნაკლებად იყო ხელისუფლების, ანუ ესე იგი სახელმწიფოს პრობლემა, ეს მე მგონი მეტწილად მოგვარებულია ნორმალურ ქვეყნებში და ჩვენთან ეს ყოველთვის მოუგვარებელი იყო. მიცვალებულების პრობლემასაც მე საერთოდ ბრძოლის ველზე მყოფ მიცვალებულების პრობლემასაც შევეხები. ხო და ეხლა მე მინდა ცოტა ეს სხვა კუთხით შემოვიტანო საკითხი და გავშალო საკითხი. როგორ შეიძლება აღვდგეთ რუსეთის აგრესიას, ისევ ამას უბრუნდები მე, იმიტომ რომ ხშირი ამ ბოლო ხანებში ლაპარაკი რუსეთისგან მოსალოდნელი აგრესია, რუსეთმა შეიძლება ერთვენიერ დღეს თავის ურდოები დაძრას ამ სუსტი სახელმწიფოს, არ შემდგარი სახელმწიფოს წინაშე და რა გვაქვს, ვით შეგვიძლია ეს ყველაფერი გავაკეთოთ, რა შანსი გვაქვს იმისათვის, რომ წლევანდელი აგვისტო არ იქნება შაშანდელი აგვისტოს გამეორება, ხშირია ესეთი კითხვები, საზოგადოებაში დადის ესეთი მოარული აზრი და მინდა გკითხოთ თქვენ როგორც აგერ ექსპერტებს, რომ როგორ ფიქრობთ, გვაქვს თუ არა ჩვენ შანსი რეალობიდან გამომდინარე, რა მდგომარეობაში ჩვენ დღეს ვიმყოფებით და არა იმაში რა მდგომარეობაშიც ვიყავით და როგორ დავგეგმავდით ამას და თუ ეს პოლიტიკური ნება იქნებოდა თუ არა. მე ვთქვით ამოხვიდეთ დღევანდელი მდგომარეობიდან, რა მდგომარეობაშიც დღეს იმყოფება სახელმწიფო, ანუ ქვეყანა, საქართველო, იმ დაპირისპირების, თუ იმ გახლეჩილობის, თუ იმ ჩატეხილი ხიდის, თუ დიალოგის, თუ იმ მდგომარეობის გათვალისწინებით რა მდგომარეობაში ჩვენ ვიმყოფებით. თუნდაც შეიარაღებული ძალების დღევანდელი მდგომარეობით, თუნდაც საზოგადოებაში გაჩენილი იმ კითხვის ნიშნებით და უნდობლობით, თუნდაც იმ ეკონომიკური პრობლემით, რა პრობლემაშიც და იმ სოციალური პრობლემებით და იმ დემოკრატიის დეფიციტით, რა დეფიციტით ჩვენ ვიმყოფებით. აი ეს კითხვა მაქვს და მე მინდა ბატონმა თემურიმ დაიწყოს ეს ცოტა მივცეთ საშუალება, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან ესეთი არის მოულოდნელი, რომ თემური პასიურობს. რატო შევარეთ შეწევი? ჩვენ ბუნების ნაწილი ვართ და ვემორჩილებით ბუნებას. ეს მარტო ჩემი სიტყვები არ არის, მარტო ჩემი სიტყვებია, ჩემი სიტყვები არ არის, უბრალოდ. და სისტემა, როგორც სახელმწიფო, საქართველოს, ასევე ბუნების ნაწილია. თუ ის შემდგარი სისტემაა და არ არის დეგრადირებადი, როგორც ახლა არის, მაშინ მას ყველაფერს გადაჩენა და მოგება შეუძლია. ჩვენ სამწუხაროდ აი ესეთ ფსიქოლოგიურ სტრესის ქვეშ ვიმყოფებით და გვეუბნებიან ჩვენ გადასარჩენი ვართ, აი ჩვენ რა გვეშველება და პრინციპში უნდა ვთქვათ რომ მოწინააღმდეგის მთავარი ამოცანა ყოველთვის არის ხოლმე ის რომ მორალური დათმობა. ომის მიზანი არის მოწინააღმდეგის სახელმწიფო საზოგადოება მიფიქროს ისე როგორც მე მინდა და ამას გვაფიქრებინებს კიდეც რუსეთი ჩვენი ხელისუფლების ხელშეწყობით. რისი თქმა მინდა? მიაღწია რუსმა ზუსტად იმ პოლიტიკურ მოწინააღმდეგემ ესე ვთქვათ იმ პოლიტიკურ მიზანს, ერთ-ერთ პოლიტიკურ მიზანს, რომლის მისდევად სულთან. ანუ დათღუნა ქართული საზოგადოება. დღეს მოწეულ მომენტში მე ვიბრძვი იმისათვის და ჩვენ ყველანი ვიბრძვით იმისათვის, რომ ამ დათღუნული მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ საზოგადოება. ჩვენ შეგვიძლია ყველა ომის მოგება საქართველოში. ოღონდ უნდა ვიქცეთ პროგრესირებად სისტემას. Წერან გიორგი ლაპარაკობდა იმ თემაზე, რომ უნდა ერა ჩამოყალიბდეს და ერმა უნდა განსაზღვროს რა უნდა და როგორ უნდა იონოს. ანუ სისტემური თვალსაზრისით თუ ჩვენ არ ჩამოყალიბდით და თუ ჩვენ ასე დეგრადირებადი ვიქნებით, როგორც დღეს ვართ, ჩვენ განვაგრძობთ დეგრადირებას და ხვალ თუ ზეგ შეიძლება სულ გადავშენდეთ საქართველოს გეოგრაფიას